პეტრე მოციქული ჩაუვარდა იესოს ფეხებში და უთხრა, რომ განმეშორე, ცოდული ადამიანი. არა ვარ მე იმის ღირსი, რომ შენ გვერდით ვიყო. საქმე ის არის, რომ ეს თევზი, რომელიც მათ დაიჭირეს, იყო ძალიან დიდი მატერიალური ღირებულების. ეს იყო ძალიან ძვირფასი თევზი, ერთი თევზის და ორი თევზის დაჭერაც კი ამათთვის იყო სასიცოცხლო, იმიტომ რომ ეს ღარიბი მებადურები იყო. და ეხლა მათ დაიჭირეს უამრავი თევზი, რომელიც მათი ოჯახის წევრებს, მთელ სოფელს, ყველას ეყოფოდა მთელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ყველა ვალის გასასტუმრებლად. და იესომ მათ ეს სიკეთე მიანიჭა. რატომ არის ესეთი ამბავი სახარებაში? ჯერ რატომ მოხდა და მერე მით უმეტეს აღწერილი. რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. საქმე ის არის, რომ იესოს უნდოდა მათი მოწოდება. ამის შემდეგ მოუწოდა მათ მიატოვეს ყველაფერი და გაყვნენ იესოს და რა თქმა უნდა ესენი ისედაც გაყვებოდნენ იესოს, მაგრამ მათთვის თვითონ სხვა ადამიანებისთვის, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იესოს არაფრის მქონე ღატაკი ადამიანები კი არ გაყვნენ, იმიტომ რომ სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესა. აი ესო მათ მისცა ძალიან დიდი სიმდიდრე და მათ ეს მატერიალური სიმდიდრე დაუყოვნებლად, დაუფიქრებლად მიატოვეს. დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ. მათ უკვე ჰქონდათ. მათ არასოდეს ცხოვრებაში არ უძებნიათ ეს გამდიდრების წყაროები, მაგრამ აი ისინი გამდიდრდნენ. და მიუხედავად ამისა, მათ ეს ყველაფერი მიატოვეს და გაყვნენ იესოს და ეს არის დღეს ჩვენთვის, დღევანდელი ქრისტიანებისთვის პირდაპირ მოწოდება. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ყოველთვის, რომ ეხლა დიდი მდიდარი ადამიანები ჩვენც არა ვართ, მაგრამ რაც გაგვაჩნია, არ არის მარტო ფული საქმე. ყველანაირი სიკეთე რაც გაგვაჩნია, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, რომ დავტოვოთ და გავყვეთ ქრისტეს. იმიტომ რომ იესო ამბობს, რომ ვინც არ დატოვოს, დედა, მამა, და, ძმა, ქმარი, ძოლი, შვილი, სახლი, მიწა და არ შემომიდგეს, ის არ არის ჩემი ღირსი. ამიტომ გისურვებთ ყველას, რომ ჩვენ გავხდეთ იმის ღირსები, რომ ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფეები.